ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ხელისუფლებას და ოპოზიციას NDI-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ანგარიშს პოზიტიურს უწოდებს. ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის შეფასებებს უკვე სოფო ბერიძე სტუდიიდან გაგაცნობთ. სოფო, მოგესალმებით და გისმენთ. ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დასკვნას მალევე მოხდა შეფასებები. NDI-ის დასკვნის შემდეგ მოწოდებებს უკვე ამერიკის ელჩი ჯონ ბასი აკეთებს. ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ყურადღებით გაეცნონ ამ რეკომენდაციებს, გაიზიარონ ისინი, რადგან ეს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების გაზიარება საბოლოოდ ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო პოლიტიკური ნდობის ამაღლებას. მე მოუწოდებ ყველას, ვისკენაც მიმართულია ეს რეკომენდაციები, საკმაოდ ყურადღებით მიუძღვნენ ამ საკითხს და გაითვალისწინონ ის დებულებები, რომლებიც მოცემულია. ეს გააძლიერებს საარჩევნო გარემოს და ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ზრდას წინა საარჩევნო პერიოდისადმი. აღნიშნავდი რამდენიმე თემას, რომელიც ანგარიშია. მნიშვნელოვანია ძალადობაზე უარი თქმა ნებისმიერი პირისა თუ ორგანიზაციის მიერ, იქნება ეს პოლიტიკური პარტია თუ რიგი თუ მოქალაქე. ძალადობასა და დაშინებას საარჩევნო გარემოში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. NDI-ის დასკვნის დადებით შეფასებას აწევს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ის პირობას დებს, რომ მმართველი გუნდი აუცილებლად გაეცნობა ამ რეკომენდაციებს და აუცილებლად გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. როგორც ცნობილია, NDI-ის დასკვნა დღეს შეეხებოდა ქვეყანაში მასტქერის პრინციპის დანერგვასაც. ის NDI თulis, რომ აუცილებელია მასტქერის პრინციპი ქვეყანაში გაგრძელდეს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე, თუმცა მანამ სანამ პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებდა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით კანონპროექტს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ამბობდა, რომ მისთვის მიზანშეწონილი არ არის, რომ ეს პრინციპი ქვეყანაში გაგრძელდეს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე. NDI-ის დასკვნას გამოეხმაურა ასევე ოპოზიციაც. ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი ამბობს, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციები, რომელიც გაკეთდა NDI-ის მხრიდან, თუმცა მიაჩნია, რომ მხოლოდ რეკომენდაციები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არ შეცვლის. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ NDI-ისთანაც, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიზნით, რომ გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და მივახციოთ იმას, რაც არის ჩვენი საერთო ამოცანა. საერთო ამოცანაა, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ორგანიზებულად და თავისუფლად. მე ვთვლი, რომ თუ არ იქნება რაღაც უკიდურესი აუცილებლობა ამისა, ალბათ ეს არ იქნება მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ამით კიდევ უფრო გავაგრძელებთ ჩვენ ამ რაღაცა რეგულაციას, კერძო მაუწყებლობის პოზიტივი უკავშირდება დავების შემოღებას, გარკვეულ ვალდებულებას, რომელიც მარეგულირებელ კომისიას გაუჩნდა, თვითონ მაუწყებლების ვალდებულებას, რომ საკაბელოში რეტრანსლაცია მოახდინონ, მაგრამ არსებობს ერთი ნეგატივი, რომელიც მაინც ვერ გამოასწორეთ, ეს არის ვადებთან დაკავშირებული საკითხი. გარდა შეფასებისა, მე ვფიქრობ, უფრო ხვედეთი ნაბიჯები უნდა გადადგეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რათა აიძულოს სააკაშვილი, რომ ერთხელაც ამუდამად ჩამოაყალიბოს ორი გარემო. დღეს ბოლოს ანგარიშს გამოეხმაურა კონტროლის პალატა. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატა არის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციის ადრესატი. კონტროლის პალატას მოუწოდებდა NDI, რომ მიუკერძოებლად ჩაატაროს გამოძიებები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პალატა გამოეხმაურა NDI-ის დასკვნას, მას რაიმე კონკრეტული განმარტებები არ გაუკეთებია, თავი შეიკავა ამ ტიპის განმარტებების გაკეთებისგან. მინდა გითხრათ, მე დეტალურად გავეცანი NDI-ის ანგარიშს. იქ რეკომენდაცია და კომენტარი უბრალოდ სხვა მიმართულებით იყო. მათ აღნიშნეს სხვათა შორის, რომ დიდწილად გაიზარდა კონტროლის პალატის გამჭვირვალობა და ურთიერთობა საზოგადოებასთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს ჩვენი გარკვეული ნაბიჯები ასე აღიქმება და ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ პროცესების გაგრძელება. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს საკმაოდ ვრცელი ანგარიში წარმოადგინა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგთან დაკავშირებით. ვრცელი იყო რეკომენდაციებიც. ეს რეკომენდაციები შეეხებოდა პარლამენტს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, კონტროლის პალატას და მედიას. მადლობთ, NDI-ის ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი